ოდესმე გიფიქრიათ, აი როცა მეილს აგზავნით, ან ონლაინ რამეს ყიდულობთ, როგორ ხდება, რომ თქვენი ინფორმაცია საიდუმლოდ რჩება. დღეს სწორედ ამ სამყაროში ჩავყინთავთ. კრიპტოლოგიის სამყაროში. ეს არის საიდუმლო კომუნიკაციის ხელოვნებაც და მეცნიერებაც. მოკლედ, დაშიფრული შეტყობინებების ისტორიას მოგიყვებით, უძველესი დროიდან დღევანდელ ციფრულ ეპოქამდე. და აი, ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს პასუხს გავცემთ. მოემზადეთ ვიწყებთ მოგზაურობას, რომელიც რომის იმპერიიდან დაიწყება და თანამედროვე კიბერუსაფრთხოებამდე მოვა. საინტერესო იქნება. ასე რომ, დავიწყოთ. ჩვენი ისტორია იწყება იქ, სადაც საიდუმლოების შენახვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ბრძოლის ველებსა და სამეფო კარზე. აქ ერთი გაპარული სიტყვა შეიძლებოდა მარცხის ან სიკვდილის ტოლფასი ყოფილიყო. სანამ დეტალებში შევალთ, მოდით ორ ძირითად ტერმინზე შევთანხმდეთ. ძალიან მარტივია. ღია ტექსტი არის ის, რისი თქმაც გინდათ, მაგალითად შეტევა გამთენიისას. შიფროტექსტი კი არის ამ შეტყობინების აბრაკადაბრად ქცეული დაშიფრული ვერსია. ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი შიფრი იულიუს კეისრის სახელს უკავშირდება. მეთოდი წარმოუდგენლად მარტივი. ვიღებთ ანბანის თითოეულ ასოს და ვცვლით მას ანბანში რამდენიმე პოზიციით წინ მდგომარი ასოთი. ვთქვათ, თუ ჩვენი საიდუმლო გასაღები, ანუ წანაცვლების რიცხვი არის 3, მაშინ A გახდება D, B გახდება E და ასე შემდეგ. მარტივია, ხომ? და წარმოიდგინეთ, ეს ერთი შეხედვით პრიმიტიული მეთოდი საუკუნეების განმავლობაში მშვენივრად მუშაობდა. მას იყენებდნენ უდიდესი იმპერატორები და მონარქები. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, მას ერთი ძალიან დიდი, პირდაპირ ვთქვათ, საბედისწერო სისუსტე ჰქონდა. კოდების ამ მუდმივ ომში პირველი დიდი გარღვევა სწორედ ამ სისუსტის აღმოჩენა იყო. აღმოჩენა, რომელმაც აჩვენა, რომ ამ მარტივი შიფრების გადახვა სავსებით შესაძლებელი იყო. დააკვირდით, ნებისმიერ ენას არ აქვს მნიშვნელობა. ზოგი ასო ბევრად უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე სხვები. მაგალითად, ინგლისურში ეს არის ასო I, ქართულში ალბათ A ან S. ამას ქვია სიხშირული ანალიზი, ანუ შენ იცი, რომელი ასო უნდა გამოჩნდეს ტექსტში ყველაზე ხშირად. აი სწორედ ეს, ერთი შეხედვით უწყინარი სტატისტიკა აღმოჩნდა ნამდვილი აქილევსის ქუსლი. კოდის გამტეხი უბრალოდ ითვლიდა, რომელი სიმბოლო მეორდებოდა შიფროტექსტში ყველაზე ხშირად და ხვდებოდა, რომ ეს სავარაუდოდ I იყო და ასე ნელ-ნელა მთელი შიფრი იხსნებოდა. ცხადი გახდა, რომ თამაშის წესები უნდა შეცვლილიყო. და რადგან გაჩნდა პრობლემა, რა თქმა უნდა, გაჩნდა პასუხიც. კრიპტოგრაფიის სამყარო ახალ, ბევრად უფრო დახვეწილ ეტაპზე გადავიდა. იდეა გენიალურად მარტივი იყო. რა მოხდება თუ ერთის მაგივრად ბევრ სხვადასხვა ჩამნაცვლებელ ანბანს გამოვიყენებთ? ანუ, პირველად ასო A დაშიფრულიყო როგორც D, მეორედ გამოჩენისას როგორც K, მესამედ კი როგორც Ჭ. ეს სიხშირულ ანალიზის სრულიად უსარგებლოს ხდიდა. და ამ იდეის მწვერვალი იყო ლეგენდარული გერმანული მანქანა ენიგმა. ეს იყო პოლიამბანური შიფრის მექანიკური მონსტრი. იმდენად რთული და კომპლექსური, რომ გერმანელები აბსოლუტურად დარწმუნებულები იყვნენ, ენიგმა გაუტეხავი იყო. მაგრამ გერმანელებს ერთი რამ ავიწყდებოდათ. ისტორიამ გვასწავლა, რომ არ არსებობს გაუტეხავი კოდები. არსებობენ უბრალოდ ადამიანები, რომლებსაც ჯერ არ უცდიათ მათი გატეხმა. და აი, გამოჩნდა ასეთი ადამიანიც. სანამ ალან ტიურინგზე გადავალთ, რომელზეც ყველა სმენია, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი გმირი, რომელიც ხშირად ჩრდილში რჩება. პოლონელი მათემატიკოსი მარიან რეიევსკი. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ენიგმას გატეხვას. მოგვიანებით მის ნაშრომზე დაყრდნობით, ბრიტანეთში, ბლეჩლი პარკში, ალან ტიურინგის გუნდმა საბოლოოდ შეძლო შეუძლებელი. წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავდა ეს? მოკავშირეებს შეეძლოთ გერმანელების ყველა საიდუმლო შეტყობინების წაკითხვა. მათ იცოდნენ მტრის ყოველი შემდეგი ნაბიჯი. ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ ამ ომი მინიმუმ 2 წლით შეამცირა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. მაგრამ სამწუხაროდ ამ გენიოსის ისტორია ძალიან ტრაგიკულად სრულდება. ადამიანი, რომელმაც სამყარო იხსნა, ომის შემდეგ საკუთარმა ქვეყანამ გაასამართლა და დასაჯა ჰომოსექსუალობის გამო. 10 წლეულები დასჭირდა იმისთვის, რომ ბრიტანეთის მთავრობას მისთვის ბოდიში მოეხადა. ომი დასრულდა, მაგრამ კოდების რბოლა არა. პირიქით, ახალი ციფრული ერა იწყებოდა და კრიპტოგრაფია სრულიად ახალი, მანამდე არ ნახული გამოწვევის წინაშე დადგა. დაფიქრდით. კეისრის შიფრიდან დაწყებული, ენიგმათი დამთავრებული ყველას ერთი დიდი პრობლემა ჰქონდა. იმისთვის, რომ ორ ადამიანს საიდუმლოდ ესაუბრა, მათ ჯერ ფარულად უნდა გადაეცათ ერთმანეთისთვის საიდუმლო გასაღები. მაგრამ როგორ უნდა გააკეთო ეს ინტერნეტის ეპოქაში, როცა უცხო ადამიანს ან ვებსაიტს ეკონტაქტები? პასუხი როგორც ხშირად ხდება მათემატიკაში იპოვეს. კერძოდ კი ერთ ძალიან უცნაურ თვისებაში. ნახეთ,
ორი რიცხვის, მაგალითად 21-ის და 27-ის გამრავლება ძალიან ადვილია. მაგრამ პირიქით, თუ მეგეტყვით რიცხვს 1147 და გითხავთ, რომელი ორი მარტივი რიცხვის ნამრავლია ის, ამის გარკვევა ბევრად უფრო რთულია. კარგი, 1157 შეიძლება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ საქმე გვაქვს არა სამნიშნა, არამედ აი ამ ხელა, 617 ნიშნა რიცხვთან, მისი დაშლა პირველ მომრავლებად, ანუ იმ ორ საწყის რიცხვად, დღევანდელ უძლიერეს კომპიუტერებსაც კი შეიძლება საუკუნეები დასჭირდეთ. აი, სწორედ ეს მათემატიკური ხრიკი, ეს ცალმხრივი ფუნქცია, როცა ერთი მიმართულებით მოქმედება ადვილია, უკან დაბრუნება კი პრაქტიკულად შეუძლებელი, გახდა თანამედროვე კრიპტოგრაფიის საფუძველი. ამ იდეაზე აიგო RSA ალგორითმი, რომელმაც ჩვენი ციფრული სამყარო შექმნა. კარგი, გასაგებია, რომ ეს რთული მათემატიკაა, მაგრამ კონკრეტულად როგორ გვიცავს ეს ჩვენი ალფოსტის გატეხვისგან. აი, აქ შემოდის საჯარო და პირადი გასაღებების გენიალური იდეა. წარმოიდგინეთ, რომ მე მაქვს ბოქლომი, რომელიც ღიაა. ამ ბოქლომის ასლებს ყველას ვურიგებ. ეს არის ჩემი საჯარო გასაღები. ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია აიღოს ყუთი, ჩადოს შიგნით წერილი და ჩაკეტოს ამ ჩემი ბოქლომით. მაგრამ ამ ბოქლომის გასაღები მაქვს მხოლოდ მე. ეს არის ჩემი პირადი გასაღები. ანუ, თქვენ შიფრავთ ჩემი საჯარო გასაღებით, მაგრამ გაშიფრვა შემიძლია მხოლოდ მე. აი ასე მუშაობს ეს სისტემა. ხოდა, შემდეგში, როცა საიტზე შეხვალთ და ბრაუზერში იმ პატარა ბოქლომს დაინახავთ, ან ონლაინ გადარიცხვას გააკეთებთ, გახსოვდეთ, თქვენს უსაფრთხოებას იცავს მათემატიკური ამოცანა, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები ჭირდება. და აი ასე დავბრუნდით ჩვენს თავდაპირველ კითხვასთან 2000 წლის წინანდელი იდეა საიდუმლოების დაცვაზე, დღეს თქვენი ელფოსტი საკეთს იცავს. მაგრამ, როგორც თავიდანვე ვთქვით, ეს არის მუდმივი რბოლა, კოდების შემქმნელებსა და კოდების გამტეხებს შორის. ჰორიზონტზე უკვე ჩანს ახალი უზარმაზარი გამოწვევა, კვანტური კომპიუტერები, რომლებსაც თეორიულად დღევანდელი შიფრების გატეხვა წამებში შეუძლიათ. ასე რომ რბოლა გრძელდება და მთავარი კითხვა ისევ ღიად რჩება. როგორი იქნება შემდეგი გაუტეხავი იდეა? ამაზე ფიქრი კი უკვე თქვენთვის მომიწვია. მადლობა, რომ მისმენდით.